არ იქნება დრო და ჟამი, როცა ჩვენ ორგანიზმში რომელიმე პარაზიტი არ იქნება. ესე ინფორმაცია ნუტრიციოლოგისაგან. უბრალოდ იმის მიხედვით, რომელი სად და რამდენი მრავლდება, ხო? ძალიან იცვლება სერიოზულად სიტუაცია. ეხლა მაგალითად, სადაც კი იცოდეთ, რომ გექერცლებათ, გებწქვნევათ, გეკავებათ, სველდება, იქ იცოდეთ, რომ სოკოა. და სოკოზე მუშაობა ძალიან რთული, იმიტომ რომ ყველაზე სიცოცხლის უნარიანი პარაზიტია და მაგალითად ფეხის ფშილზე 10% სოკო აქვს, ქერტლით სოკოა და 25% აქვს და ზოგიერთი რომ მეტყვი ახლა მეც რა გარედან ეს გავაკეთე არ გამომივიდა. გარეთ რო სოკო გამოვა, ესე იგი შიგნით ძალიან ბევრია. პერიფერია კანი მისთვის და ბრჭყელიც კანია და თმაც კანია ორგანიზმისთვის, ხო? და ვიმეორებ როცა გარედან გამოვა, ესე იგი შიგნით ძალიან ბევრია და თუ გინდათ რომ შედეგზე გახვიდეთ, გარედან არა შიგნით წმენდაა საჭირო და მათ შორის ანტისოკოვანი. და ზოგადად ანტიპარაზიტული გატკოვნებასთან ერთად და საკვების რაციონთან შეცვლასთან ერთად.